საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა, შემდეგ ადგილებს კი ბულგარეთი და რუმინეთი იკავებს. რა აჩვენა კვლევამ, ხდება თუ არა საწვავის ფასის მყისიერი შემცირება, როდესაც იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება მცირდება და როგორია კონკურენცია ბაზარზე. შუალედური ანგარიშის დეტალებზე სტუმართან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმებით. საუბარი რა თქმა უნდა დავიწყოთ თქვენი ბოლოს სიახლით, მონიტორინგის შედეგები როგორია რომ გითხრათ, საკვანძო საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და ასევე საინტერესო იქნება 2023 წელთან პარალელის გავლება რასურათია სექტორში, ბაზარზე, ანუ პროგრესი თუ რეგრესი მეტად. კი ბატონო, ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნეთ 2024 წლის ანგარიში საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების შესახებ. მოგხსენებათ, რომ ჩვენ მონიტორინგი გვაქვს და მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით აღნიშნულ ბაზარს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც იყო გამოკვეთილი 2024-ში, ეს იყო ის, რომ მოხმარება მთლიანობაში გაზრდილია, დაახლოებით 8%-ით, თუ რაოდენობრივ ჭრილში შევხედავთ. ჩვენ შევსწავლობთ ორ დონეს, ეს არის იმპორტის დონე. და იმპორტის დონეზე არ გვყავს ასე ვთქვათ დომინანტი ეკონომიკური აგენტები და ბაზარი შეიძლება შევაფასოთ როგორც დაბალკონცენტრირებულად. სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 47%-ის ფარგლებშია, ხუთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი დაახლოებით არის ასევე 60%-იან არეალში, რაც ჩვენ გამოდელობის მიხედვით არ ითვლება როგორც დომინანტი. მეორე არის საცალო ბაზარი. საცალო ბაზარზე ჩვენ გვყავს დაახლოებით 380-ზე მეტი კომპანიის მიერ ოპერირებადი დაახლოებით 1200-ზე მეტი ბენზინგასამართი და საწვავის გასამართი სადგური. აქედან ხუთი მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 500 სადგურზე მეტია და 500 სადგურზე მეტია და მთლიანობაში მათ პორტფელში დაახლოებით ეს რაოდენობა არის, დანარჩენი მცირექსელები არიან. მთლიანობაში წარმოდგენობა საცალო ბაზარსაც თუ შევხედავთ, ხუთი მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით 67%-იან არეალში, როგორც ერთი კომპანიის ხაზით, ასევე ჯგუფური დომინირების მხრივ, აქაც არ გვაქვს დომინანტი ეკონომიკური აგენტები. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, რომ ფასების დინამიკას ვაკვირდებით მთლიანობაში და ეს არის მთავარი, რამდენად შეესაბამება, ესე ვთქვათ, გარე ფაქტორების ასახვა, რამდენად დროულად ხდება ადგილობრივ ბაზარზე. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ეს სურათი გვქონდა და შუალედურ ანგარიშებს წარვადგენდით და ჩვენს ანგარიშიც არის მითითებული, რომ ერთადერთი პოზიცია, სადაც ჩვენ დავინახეთ, ესე ვთქვათ, დაგვიანებული ასახვა, ეს იყო სექტემბრის პერიოდი, როდესაც დაიწყო კლება ფასების, მაშინ როდესაც დაახლოებით რამდენიმე თვით ადრე იყო ეს პროცესი დაწყებული გარე ბაზრებზე, თუმცა ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს და კომუნიკაცია გვაქვს ინდუსტრიასთან და ისევე როგორც ჩვენთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტითაც მიღებულია, რომ არის გარკვეული ახსნა თუ ეს უკავშირდება მოლოდინებს, თუ ეს უკავშირდება მარაგებს, თუ ეს უკავშირდება დაუშვათ გარკვეულ არასტაბილურობას გარე ბაზრებზე და მყისიერ ცვლილებას. ამიტომ ამ ეტაპზე, ესე რომ ვთქვათ, ეს ჩვენს მიერ მიჩნეული იქნა რა ბუნებრივ ფაქტორად, საბაზრო ფაქტორად, მსგავს ტიპის მოლოდინების შედეგად ეს პროცესი, ამიტომ მთლიანობაში რო შევაფასოთ 2024 წელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასები იყო სტაბილური თანხმდრაში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ფაქტორებთან და პროცესები ახსნილი იყო მთლიანად შეიძლება ახსნათ საბაზრო ფაქტორებით. ასევე წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ 2022 წლიდან, როდესაც მონიტორინგი მოკლევის ეტაპზე გადადა, იგივე თუნდაც მარჟების ნაწილში, ჩვენ გვექხათ საკმაოდ ისეთი გონივრული მარჟები, რომელიც თანხმდრაშია იმ პროცესებთან, რომელიც მიმდინარეობს გარე ბაზრებს. თვითღირებულების შემცირების მყისიერი ასახვის ნაწილში ჩაგეკითხებით, შესაძლებელია თუ არა ეს საკითხი მომავალში მოკლევის საგანი გახდეს და რა ფაქტორებმა შეიძლება ეს განაპირობოს? ანუ მე ვახსენე, რომ ამ ეტაპზე ეს ახსნადია, იმიტომ რომ განსხვავებული იყო 2024 წელი, მათ შორის ძალიან ბევრი გარე პროცესი მიმდინარეობდა და ვხედავთ ჩვენს ირგვლივ გადაწყვეტილებები, თუნდაც რუსეთიდან საწვავის ექსპორტის თაობაზე, თუნდაც მოლოდინები რიგ ფაქტორებთან დაკავშირებით, თუნდაც მარაგების მოცულობები და ესე შემდეგ. ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება და ის განმარტებები, რომელიც და ახსნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მთლიანობაში ამ პროცესს ხსნის როგორც ბაზარზე არსებულ ვითარებას
თანხმობს კონკურენციის საერთაშორისო სტანდარტ. ანუ აქ არ გვაქვს ჩვენ რაიმე ესეთი საფუძველი, რომ მონიტორინგიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, თუმცა ეს პროცესი განგრძობადია. ჩვენ ახლა პირველ კვარტალსაც უყურებთ შემდგომ კვარტლებსაც და 2025-იც გვექნება მსგავსი შეფასებები. ნუ აქვე აღნიშნავ ასევე ერთ ნიუანსსაც, რაც გამოიკვეთა, დაახლოებით ნახევარზე მეტი 54% საქართველოს საწვავი შემოდის რუსეთის ფედერაციიდან. წინა წლებთან განსხვავებით მისი წილი შემცირებულია და ეს უკავშირდება შეცვლილ ფაქტორებს და იმ უპირატესობის დაკარგვას, რაც წინა წლებში რუსულ საწვავს ჰქონდა ფასისმიერი. კონკურენტული ფასი ხო? ეს იყო ფასი, თუმცა გარკვეულმა შეზღუდება და ფასების გამოთანაბრებამ ეს უპირატესობა შეიძლება ითქვას, რომ ისეთი აშკარა უკვე აღარ არის და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ევროპული საწვავის წილი, განსაკუთრებით აი ბულგარეთის წილია გაზრდილი, ბულგარეთი და რუმინეთი არის დაახლოებით 35-იანი პროცენტული წილი წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. აი ეს საბოლოო ჯამში ეს საერთო სურათი გვაქვს, რასაც ჩვენ დავინახეთ 2024 წლებში და ბუნებრივია მონიტორინგი გრძელდება. და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საინტერესოა უკვე ტაბლოზე ასახული ფასები 2024 წელს იყო ცვალებადი. რა სურათი გვაქვს 2025 წლისთვის და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ მოლოდინებზე, როგორია პროგნოზები თქვენი მხრიდან? ალბათ ორი ძირითადი ფაქტორი აქ გამსაცვლელი, ერთი ეროვნული ვალუტა და ასევე საგარეო ფასი, ხომ ასე საერთაშორისო ბირჟებზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ნუ ერთია რომ რა თქმა უნდა პლაცის ფასი და თუნდაც იგივე განსხვავებულ ქვეყანაში არსებული ვითარება, თუნდაც შეზღუდვა მოიხსნება, არ მოიხსნება თუ ესე შემდეგ, თუმცა პლაცის ფასი გარკვეული ცვლილებებისა მიუხედავად ცვლილებებისა გასულ წელს იყო მეტნაკლებად სტაბილური, კურსის სტაბილურობაც მთელი წლის მანძილზე პრაქტიკულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ფასების უზრუნველყოფაში. წლის ბოლოს ასევე მინდა აღნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გონივრული ინტერვენციების შედეგად შენარჩუნებული იქნა სტაბილური კურსი, რამაც მთლიანობაში ფასებზე ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა. 2025 წელს უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ფასები სტაბილურია. ზოგადად ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აქცენტი კეთდება იაფ საწვავზე და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წელსაც, ბუნებრივია, ეს პირდაპირ იქნება ასახული ქართულ ბაზარზე და ნუ კურსის სტაბილურობა, მოლოდინები კურსთან დაკავშირებით, რომ დავეხმოთ ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზებს ამ კუთხითაც რაიმე ესეთი ფისიერი ცვლილება მოსალოდნელი არ არის და ჯამში რა თქმა უნდა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ორ ფაქტორზე. ჩვენ რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალყურს იმპორტის თვითღირებულებასა და საცალო ფასს შორის როგორი კორელაცია იქნება. არის ფისიერი ასე ბუნებრივი არ ხდება მარაგებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მას სჭირდება 2 კვირიდან 5 კვირამდე პერიოდი, რომ პირობითად გაიაფებული იმპორტის ფასი აისახოს ტაბლოზე მოქალაქეებისთვის. თუმცა თუ ეს დროის ფაქტორი იქნება განგრძობადი, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ინდუსტრიასთან და ამასთან დაკავშირებით იმ ფაქტორების ანალიზი, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საბაზრო ფაქტორებს და ამით იყოს ახსნადი თუ არა და ნუ ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი, რომ შემდგომ ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით. და რაც შეეხება ფასის ნაწილს, ამ ნაწილში ვითარება სტაბილურია, პროგნოზების კეთილს აიმედოა, ხომ ასეა? ანუ მოკლევადიან პროგნოზში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ რაიმე ფისიერი ცვლილება ამ კუთხით მოსალოდნელი არ არის. გრძელვადაში გითხარით, ბევრი რამე საერთაშორისო ბაზრებზე იქნება დამოკიდებული. კი ბატონო. და აქტიურად გრძელდება მონიტორინგი, ხომ ასეა? 2025 წლის აპრილში იქნება უკვე პირველი კვარტლის შედეგები ცნობილი საწვავის ბაზრის ნაწილში. გადავიდეთ სხვა მიმართულებებზე. მაგალითად, ფარმაცევტული ბაზარი არის ძალიან საინტერესო და გარდა ფარმაცევტული ბაზრისა კიდე რომელი მიმართულებით ახორციელებთ მოკვლევებს, რომ გითხრათ და ფარმაცევტული ბაზრის ნაწილში უკვე საინტერესოა თუ რა ეტაპზეა პროცესი, რომელიც უკვე სასამართლოში დავისახეთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 4 მოკვლევის საქმე, რაც მიმდინარეობს ჩვენ სააგენტოში და რამდენიმე დაწყებასთან დაკავშირებით განხილვის პროცესია, ფარმაციასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ალბათ წელს დასრულდება ეგ საქმე, იმიტომ რომ უკვე წელიწადზე მეტია უკვე გრძელდება, 8 იმპორტიორი კომპანიის მიმართ არის, თემა ეხება დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადოდ გამოყენებას, კერძოდ მაღალი ფასნამატების კუთხით, ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული 14 მედიკამენტი, 8 კომპანია, სადაც ეს კომპანიები არიან დომინანტები და ფასნამატი არის 200% და მეტი. მიმდინარეობს აქტიური შეფასება ამ კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის და სათანადო გადაწყვეტილებას ალბათ მიმდინარე წელს გავასაჯურებთ. გვაქვს ასევე მოკვლევა რუსთავის ავტობაზრობასთან მიმართებაში, ესეც წელს დასრულდება აღნიშნული მოკვლევა, აქაც საქმე ეხება
ავტოიმპორტიორების მხრიდან საჩივრის განხილვას, როდესაც ისინი სადგომის ფასების გაზრდას დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ და აღნიშნული თემაც დომინანტური მდგომარეობის არასათანადო შესაძლო გამოყენების მიმართულებით არის წარმოებული. გვაქვს ბათუმში თევზის ბაზრის მოკვლევა, აქაც კონკრეტულმა მოვაჭრეებმა იჩივლეს კონკრეტული იმპორტიორების წინააღმდეგ და ასევე საკმაოდ საინტერესო მოკვლევა, რომელიც ეხება ელექტრონული კომერციის ბაზარს, სადაც კონკრეტულ პლატფორმებზე, ინტერნეტის პლატფორმაზე, სხვადასხვა განთავსების ობიექტების რეკლამირების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით არის ეს საქმე განხილული და ნახოთ რა შედეგებამდე მივალთ ეს საქმეც მიმდინარე პროცესში. კი ბატონო, ელექტრონული კომერციის თემას გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ უფრო ფართოდ გავშლით. გადავიდეთ თქვენი სააგენტოს სხვა აქტივობებზე, საკმაოდ აქტიურები ხართ და ბევრი სიახლე ვრცელდება თქვენგან. 10 სტანდარტი შეიმუშავეთ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. ერთი რიგითი მომხმარებლის გადმოსახედიდან ეს სტანდარტი ერთმნიშვნელოვნად პასუხობს მოთხოვნებს და იმ საჭიროებებს, რაც რეალურად მომხმარებლებს აქვთ. საინტერესოა განმარტოთ თქვენი მხრიდან, რაც სტანდარტზეა საუბარი, რომ გითხრათ და ბიზნესის უკავშირი ამ ნაწილში როგორია ეს საინტერესო. ანუ მომხმარებლის უფლებების დაცვა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ჩვენი სააგენტოსი 2024 წელს ჩვენ მომხმარებელთა განაცხადების განხილვის შედეგად მივიღეთ რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომ ისახა სტანდარტების დაწესებაში, რომელიც შესაძლებელია ყველა მოვაჭრის მიერ, იმიტომ რომ თუ ის არ შესრულდება პირობითად განაცხადის შემოსვლის შემთხვევაში მათ დაუდგინდებათ ამ სტანდარტის არ შესრულება როგორც დარღვევა. ხა 10 სტანდარტის ჩამოთვლა ალბათ ცოტა შორს წაგვიყვანს და ბევრ დროს საჭიროებს, უბრალოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთ-ერთი თემა არის ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების ნაწილი, ეს ეხებოდა ტურისტულ რეგიონებში გასართულ რესტორნებს და კაფე-ბარებს და სხვადასხვა ობიექტებს. ასევე ხა განხილვაშია საკმაოდ საინტერესო საქმე, რომელიც გულისხმობს დელივერი სერვისის დროს კომუნიკაციის ქართულ ენაზე განხორციელებას, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ მომხმარებელს აწუხებს და ხშირად ვერც ქართულად და ვერც ინგლისურადაც შეუძლებელია კომუნიკაცია. უცხოენოვანი კურიერების საკითხი და აქაც დავალდებულება კომპანიის მიმართ განხორციელებული და ალბათ მალე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კომპანია მუშაობს ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი არის ფასტაკლებებთან დაკავშირებით, რაც ძალიან ბევრ ჩვენთაგანს ალბათ სხვადასხვა დროს შევხვდრი ვართ და როგორც პრობლემა ეს დაგვინახავს. კერძოდ ორი საკითხი, ერთი როდესაც მაგალითად ფასტაკლებებია ნებისმიერ მოვაჭრე დღეს ვალდებულია რომ მიუთითოს სამი ფასი, ეს არის საწყისი ფასი, უკვე ფასტაკლებული ფასი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში მითითებული უდაბლესი ფასი, იმიტომ რომ ეს იმიტომ რომ არ მოხდეს გაზრდილი ფასიდან ფასტაკლების წარმოება. პირობითად 100 ლარის 70%-იანი ფასტაკლების პირობებში თუ უნდა გადავიხადო 30 ლარი, არ დამითვალონ 150 ლარიდან. აი ეს არის არასამართლიანი კომერციული პრაქტიკის პრევენცია ერთგვარად და ესაც მომხმარებლისგან მომდინარეობს. მეორე ნაწილი არის დროშის შეზღუდული ფასტაკლების სტანდარტი, ანუ პირობითად თუ რომელიღაც მაღაზია აცხადებს ლიკვიდაციას და ერთი დღე გრძელდება 70%-იანი ფასტაკლება მაგალითად, ის არ შეიძლება გაგრძელდებოდეს მუდმივად. ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ის უნდა იწყებოდეს პირობითად კონკრეტულ თარიღში და უნდა მთავრდებოდეს კონკრეტულ თარიღში. აი ესეთი ინფორმირება მომხმარებლის არის ამოსავალი. კი და ეს ყველა სტანდარტი, მათ შორის არის აი სოციალურ ფასის მითითების სტანდარტი, აი პირადში წერეთ ძალიან ხშირი შემთხვევა, ინფორმირების სტანდარტი, SMS მესიჯების მიწოდებისას, აგრესიული რეკლამირების სტანდარტის დაწესება რა უფლებები მაქვს ამ დროს. და ბატონო ირაკლი, პროცედურა როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთის მხრივ მომხმარებლის მხრიდან და შემდეგ უკვე საინტერესოა რამდენია ჯარიმა ბიზნეს ოპერატორისთვის, ანუ რამდენად არის ჯარიმის ოდენობა საპირწონე იმისა, რომ მათ გამოასწორონ ეს ხარვეზა. კი, ანუ თქვენ ბიზნესთან კომუნიკაცია ახსენეთ და პრაქტიკულად ყველა საქმე და ყველა პროცესი ძალიან ისეთი აქტიური კომუნიკაციით მიმდინარეობს ბიზნესთან, ბიზნესის საქმის წარმოების პროცესში სულ ჩართულია და მას საშუალება აქვს, რომ საკუთარი პოზიცია და განმარტება წარმოადგინოს. 15-20 არის ჩვენი ცხელი ხაზი და პირველი კომუნიკაცია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც პრეტენზია აქვს მოვაჭრესთან, ამ ცხელ ხაზზე შეუძლია დააფიქსიროს. შემდგომი ეტაპი არის განაცხადის შემოტანა, ეს ჩვენს ვებგვერდზეც არის განთავსებული ელექტრონული ფორმა, შეუძლიათ პირადად და შეუძლიათ ცხელ ხაზზე გაარკვიონ როგორ ხდება ეს ამბავი და მაქსიმუმ ერთ თვეში ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს საქმის წარმოების პროცესი და გადაწყვეტილების მიღება. ანუ ეს ძალიან ისეთი გამჭირვალე და ორმხრივად დაბალანსებული პროცესია. თუ დარღვევა ფიქსირდება კონკრეტული მოვაჭრის მიმართ, ჩვენ მას ვაძლევთ საშუალებას, რომ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას
დარღვევის შედეგად მიღებული პრობლემა, ანუ ანაზღაუროს მომხმარებლის უფლება, ზიანი თუ ესე შემდეგ და გაასწოროს საავჭრო პოლიტიკა, უკიდურეს შემთხვევა არის ჯარიმა. მინიმუმი არის 600 ლარი, მაქსიმუმ წინა წლის ბრუნვის 2%-მდე. თუმცა აი გეტყვით, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებელი კომპანია გვყავს ჩვენ, რომელიც არ მიდის და თუნდაც დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საჯარიმო სანქციებამდე თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აი მცირე მოვაჭრეებს, რომელთა ჯამური ჯარიმა ალბათ გასულ წელს სულ რაღაც 60,000 ლარამდე იყო და არა მეტი. მსხვილ კომპანიებთან მსგავს ტიპის პრობლემა პრაქტიკულად არ აქვს. და ბატონო ირაკლი საუბრის დასასრულს რამდენიმე წუთი დაგვრჩა და რადგან ჩვენი მიზანია მაქსიმალური ინფორმირებულობა ჩვენი მაყურებლის, მინდა გკითხოთ თქვენს კიდევ ერთ აქტივობაზე, ეს არის სტუდენტებისთვის კონკურსი, ანუ დამატებითი შესაძლებლობა მათთვის, რას თავაზობთ და რა არის მიზანი თქვენი ამ შემთხვევაში? ანუ ყოველ წელს 6 მარეგულირებელი უწყება, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა უფლებებზე და პროდუქტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მომხმარებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაწყობთ კვირეულს, მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბანკის CMEC, კომუნიკაციების კომისია, სურსათმზუგნებლობის სამსახური და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და ეს ღონისძიებები მოიცავს საქართველოში და რეგიონებში ძალიან ბევრ საინფორმაციო შეხვედრას და შედეგებზე და მიღწევებზე საუბარს. გარდა ამ პროექტის ნაწილია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის მომხმარებელთა უფლებების თემაზე კონკრეტული სტატიების წარმოდგენა და სათანადო კანდიდატებს ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს დეპარტამენტში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კონდეს სტაჟირების საშუალება და შემდგომ დასაქმების საშუალება. ასევე წელს ჩვენ დავიწყებთ ძალიან კარგ პროექტს, რომელიც სკოლებში გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას, კონკურენციაზე და მომხმარებელთა უფლებებზე, იმიტომ რომ განსაკუთრებით უფროს კლასელებში, იმიტომ რომ ჩვენი უფლება როგორც მომხმარებლის აი მაქსიმალური ინფორმირება ნიშნავს ბევრ საკითხის და ბევრი დარღვევის პრევენციას. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ აი ფართოდ გავშალოთ ეგ საკითხი ჩვენს კოლეგებთან ერთად და ზოგადად ჩვენი ძალებითაც. ანუ მოიცავთ ყველა ასაკობრივ ჯგუფს და ყველა სექტორს. თუმცა კონკურსი შეეხება ძირითადად სტუდენტებს და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, რაც შემდგომ აისახება, ესე რომ ვთქვათ, ჩვენთან კარიერის გაგრძელებით. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაცია თქვენს პლატფორმებზე შეუძლიათ მოიწიონ დაინტერესებულმა ადამიანებმა და გემშვიდობებით სიახლეების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, გელოდებით ბიზნეს პარტნიორის სტუდიაში. ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.